მოგესალმებით ჩემოსაყვარელო გამომწერებო, ეს არის ფსილიუმი, რომელიც არის მცენარე, აი წარმოიდგინეთ, აი მრავალძარღვარო წარმოიდგინოთ, ესე ცოტა გლეხურ ენაზე ავხსნი, აი მისი გარსისგან, აი მსგავსი მცენარეა, მსგავსი, იმისი გარსისგან მზადდება და არის ძალიან სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოკლედ კუჭის მოქმედება აწუხებთ, შეკრულობა აწუხებთ, ეს არის დამახასიათებელი წონასთან ბრძოლას, აი ჩემსავით, ვინც იბრძვის მთელი ცხოვრება წონასთან, იმისთვის აუცილებელია ფსილიუმი და ესე იგი აღმოვაჩინე თეოსუნელებში და ისე გამიკვირდა, იმიტომ რომ ფსილიუმი ტაბლეტიზებურიც არის, სხვადასხვა ბრენდის არის და ძალიან ძვირი ღირს, 100-ები ღირს, 80-ები ღირს, ავიცი ვერ მიეკარები, ღვიძლი რო გაყიდო, ვერ მიეკარები, მე მაგალითად ვერ ვყიდულობ. ამიტომ ესა რო აღმოვაჩინე და არის ძალიან კარგი ხარისხის და ხედავთ თქვენ, ძალიან გამიკვირდა, ასე რომ ვისაც დაგჭირდებათ ფსილიუმი, ახლა მე ვისაუბრებ ფსილიუმის სასარგებლო მოქმედების შესახებ. ერთი ეს ვთქვით, რომ კუჭის მოქმედებას აუმჯობესებს და კუჭის მოქმედება რო გაგუმჯობესებ და ჩათვალეთ, რომ ყველანაირი დაავადება ალაგდება. ესე იგი, როგორი აიცით, აუცილებლად აი ორი ჭიქა მიდევს წყლის და იმასაც გეტყვით, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორ მივიღოთ. როგორი აიცით, სილიკონივით გადაიქცევა, ისეთი შედეგების უნარი აქვს. ესე იგი, ეს არის ბოჭკო, რომელსაც ამ პირობებში ვერ ვახერხებთ, ხო? ბოჭკო რომ მივიღოთ, ყველაფერი გაძვირებულია, რაფასებია და ამიტომ აი უნდა წავაშველოთ ორგანიზმს. ოღონდ ბევრი არ შეიძლება, თავიდან უნდა დავიწყოთ, აი ადრე რო ეძახდნენ ხოლმე, ხო იცით, ჩვენი მშობლები მარილის კოვზით უნდა დავიწყო, ხა არ მინდა რომ ჩავყარო, იმიტომ რომ ჩავყრი მე ოდნავ შესქელდება და უცებ უნდა დავლივ. არაფრის გემო არა აქვს, არის ძალიან მარტივი დასალევი და აი უნდა გავხსნათ 200 მგ წყალში, ეს არის 250 მგ და ეგრევე უნდა დავაყოლოთ მე კიდევ ერთი 300 მგ წყალი, ხო მიხვდით? ესე იგი, ჩვენს ორგანიზმში უცებ იწოვს წყალს. ესე იგი, კუჭი ნაწლავებს კუჭს, აი მალამუსავით ედება და ადვილად ხდება შლაკების გამოდინება. აი ესე რო ვთქვა. შაქრის სისხლის დონეს წევს ქვემოთ, ქოლესტერინი ვისაც აქვს მაღალი და მე ოდნავ მაღალი მაქვს, იმასაც შველის, ვინც წონას ებრძვის, იმასაც შველის, ეს არ ახტუნებს. ეს ეხმარება არასწორი ნივთიერებების შლაკების გამოდინებას ჩვენი ორგანიზმიდან და ამის ხარჯზე, როდესაც კუჭნაწლავის მოქმედება გვაქვს კარგად, ჩვენ რატო სუქდებით 40-50 წლის მერე, იმიტომ რომ კუჭის მოქმედება არ გვაქვს კარგი. აი ესე გლეხურად, ახლა მე მედიკი არა ვარ, რომ ესე აგიხსნათ ჰაშორი, აი ესეთი არც ქიმიკოსი არა ვარ, მაგრამ აი ძალიან კარგი პროდუქტია და კარგ ფასად აქვს, თუ არ ვცდები 35 ლარი თქვა თეო, ეხა მე ეს 1 კილა მეყოფა, აი ეს ეხა როდის უნდა დავცალო. ამიტომ ესე იგი ნავთლუღში მეველეს 3 ნომერში არის თეა, აუცილებლად მიდის თეოს, აი გასაოცარი რაღაცები, სტევიაც აქ ხალხო წონის და ვაგზალზე დავგლდანი და მუხიანი და იქით ამხარე მიდით ვაგზალზე, ზუსტად დეზერტირების ბაზრის წინ არის წინამძღვრიშვილის 90 ნომერში ესეთი შლაგბაუნია, იქ შედიხართ, ადრე ციგნების ბაზრობა რო იყო, მგონი კარგად ხსნი და იქ იყიდეთ 5 ლარის, 10 ლარის რო იყიდოთ, ძალიან დიდხანს გეყოფათ. შეგიძლიათ ხანგრძლივად მიიღოთ, იმიტომ რომ ბოჭკოა. აი წარმოიდგინეთ, დილით ვერ ვჭამთ სალათის ფოთოლს, გუშინ რა ვიცი მე, ისეთი ფასი ქონდა პროდუქტს გადამყიდველები იჭდნენ ნავთლუღის ბაზარში, რომ ვერაფერი ვერ ვიყიდე. კიტრი ღირდა ხალხო, კიტრი 4 ლარი და პომიდორი 4 ლარი. ამიტომ ისა რა ქვია, ბევრი რო არ გავაგრძელო, არის ძალიან სასარგებლო. ავიღებ ერთ, აი ესე ნახეთ. მარილის კოვს რო ეძახენ და სწრაფად გავხსნი. სწრაფად უნდა გავხსნათ. იმიტომ რომ როგორც ავთქი შესქელდება, აი ჟელესავი ხდება და სწრაფად უნდა დავლიო და აუცილებლად უნდა დავაყოლოთ კიდევ 300 მგ წყალი. ეს არის აუცილებელი პირობა. აი და დააკვირდით, როგორ გადაიტანთ, აი მოგეხსნებათ თუ არა შებერილობა, აი დააკვირდით ყველაფერს. აი ხა დავლევ. არ არის ცუდი დასალევი, ასე რომ ყველას გირჩევთ, რომ დაიწყოთ ამ ჯადოქრობის გამოყენება, მიყვარხართ.